ბაჩუახალაია ამ დრომდე ცენტრალურ კრიმინალურ დეპარტამენტში იმყოფება. სააკაშვილის რეჟიმის თავდაცვის მინისტრი 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში მოწმის სახით და ხმის ნიმუშის ასაღებად დაიბარეს. ცოტა ხნის წინ მასთან ადვოკატი შევიდა, მას შემდეგ რაც კრიმინალურ პოლიციაში სასწრაფოც გამოიძახეს. ნინო არღურიანი გვერდება პირდაპირ ეთერში. კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში ბაჩუახალაიამ გამოკითხვისას თავი შეუძლოდ იგრძნო, რა დროსაც მას მედიკოსების დახმარება დასჭირდა. დაახლოებით 1 საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ ექიმები მასთან, ამის შემდეგ შენობა მედიკოსებმა დატოვეს, ახალაიას გამოკითხვა კი გაგრძელდა. ზუსტად 7 საათია ბაჩუახალაიას გამოკითხვა მიმდინარეობს, როგორ დასრულდება და როდის ამ დროისთვის უცნობია, თუმცა გეტყვით რა თქვა ნაციონალური მოძრაობის ძალოვანმა მინისტრმა შესვლამდე. არც მეტი არც ნაკლები ბაჩუახალაიამ 4 ოქტომბრის ძალადობრივი აქცია 9 აპრილის მოვლენებს შეაფასა და ამას შეადარა და ამას მშვიდობიანი აჯანყება უწოდა. ბაჩუახალაია ამბობს, რომ ეს იყო მშვიდობიანი პროტესტი, ის ადასტურებს, რომ კომუნიკაცია ჰქონდა ვერშემდგარი რევოლუციის ავტორებთან, თუმცა აცხადებს, რომ ამ პროცესში ის ორგანიზატორებს შორის არ ყოფილა. ახალაიამ როგორც უკვე გითხარით, პროცესებს მშვიდობიანი უწოდა, თუმცა რატომ არ ესწრებოდა თავად ის ეგრეთ წოდებულ მშვიდობიან აქციას, დღეს ამ კითხვას ის ბევრჯერ გაექცა. რა თუ სიტყვა ბგერა არ არის ჩემი. ძალიან მწვენეა და ძალიან მიტყდება ესე რომ ვთქვა, რომ არაფერში არ ვიყავი ჩართული. სამწუხაროდ ძალიან მწვენეა ამის. ძალიან მწვენეა, რომ ეს ხალხი ეხლას ის და მე უბრალოდ სამზარეველოდან ვადველებდი ამას თვალ. საქართველოში არსებობენ პატრიოტი ადამიანები, ისეთები როგორიც არის ბატონი პაატა, მურთაზი, ლევანი, სხვები, და რომლებსაც არ ჭირდებათ იმისთვის, რომ რაღაც სამოქალაქო მშვიდობიანი აჯანყება მოაწყონ, ვინმეს კადმახი. მოდის ნახეთ ბოლოს მურთაზოდა. არა, ბატონ პაატას ალბათ ერთი თვის წინ. სექტემბერში არ მინახავს. მურთაზოდა. მურთაზი რამოდენიმეჯერ ნახე, ჩემი მეზობელია. კი. მურთაზ ხშირად ნახულობ, ჩემი მეზობელია. ძალიან მწვენეა, რომ იქ საერთოდ არ ვიყავ. ეს 4 ოქტომბერი, აი გადაჭარბების გარეშე, აი შვილებს ვიცა ვარ, გულწრფელად გეუბნებით. გონია, რომ არის ზუსტად იმ რანგის მშვიდობიანი სამოქალაქო აჯანყების დღე, როგორიც იყო 9 აპრილი. დამარცხდნენ იმ ბრძოლაში. ვერა. ვერ დაიღო. კომუნიკაცია რატო არ წახვედით ამ მშვიდობიან აქციას? ბატონო ბაჩო, თქვენ რატომ არ წახვედით? მშვიდობიანი იყო აქცია, სადაც ეგ იყო მშვიდობიანი აჯანყება. ეს იყო მშვიდობიანი. რატომ არ იყავით ამ მშვიდობიან აჯანყებაში? აუხსენი მე მგონი რატომ. შეგეშინდათ ჩადენილ დანაშაულებებს. ვისი შეგეშინდათ? რატომ არ გახვედით თუ ეს იყო მშვიდობიანი? ბაჩუახალაიას განცხადებები მართველი გუნდისთვის პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ ის ძალადობის მომხრე და მხარდამჭერია, იყო თუ არა მისი მონაწილეობა ძალადობრივ პროცესებში, ამის დადგენას ქართული ოცნება უკვე საგამოძიებო უწყებებისგან ელოდება. პარლამენტს აქვს მოლოდინი, რომ გამოძიება ასევე დაადგენს, ვინ ახალისებდა ამ ძალადობას და ასევე ვინ უწევდა ძალადობას ფინანსურ დონაციას. ის რომ ბაჩუახალაია იყო მონაწილე ნაციონალური მოძრაობის იდეოლოგიური ნაბიჯებისა თუ ბოლო პერიოდში ნაბიჯებისა, რომელიც დამხობის ორგანიზებას გულისხმობდა, ამას მე მგონი ყველა ხედავდა. ხედავთ bis მეუღლეს, რომელიც აქტიური არის სოციალში, ის თვითონ არ ჩანს, მაგრამ მე მგონი არავის ეჭვი არ ეპარება, რომ ის აჟღერებს ზუსტად იმ სათქმელს, რომელიც ბაჩუახალაიას აქვს. რაც შეეხება მის იმას თუ რამდენად რა საკითხებში და როგორ იყო ის ჩართული, ამიტომაც არის გამოძიება, ამიტომაც ცდილობს დღეს სამართალდაცვითი სტრუქტურები რომ ამაში გაერკვნენ, რომ დადგინდეს ყველა დეტალი. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს ადამიანი ყოფილიყო ბოლომდე ჩამოცილებული ამ ნეგატიურ პროცესებსაც კოლექტიური ნაცმოძრაობა ჩვენს ქვეყანაში ახორციელებდა, ამიტომ ის რეპლიკები და პასუხები რაც ჟურნალისტებს ბაჩუახალაიამ გაცა დღეს საგამოძიებო ორგანოში შესვლამდე მიუთითებს, რომ რა თქმა უნდა ეს ადამიანი ეთანხმება მხარს უჭერს იმ ძალადობას და ხელისუფლების დამხობის მცდელობას, რომელიც 4 ოქტომბერს ქონდა, იმიტომ რომ ის ცინიკური რეპლიკა, რომ ეს თურმე 9 აპრილის მსგავსი აქცია იყო, ამ ყველაფერს რა თქმა უნდა წერტილს უსვამს. არავინ ბრალად არავის არ წაუყენებს იმას, რისი მტკიცებულებაც არ იარსებებს. რაც შეეხება გამონათქვამს 9 აპრილთან დაკავშირებით, ეს არის ყოველად უმსგავსი და უსინდისო განცხადება. როგორ შეიძლება საბჭოთა საოკუპაციო ძალების მოქმედება შეადარო ჩვენი პოლიციის მოქმედება
რომლებიც თავის სამშობლოს ემსახურებიან გულანთებით და არასოდეს განსაკუთრებული სისასტიკით არ დაურბევიათ არავინ. ძალადობის ორგანიზატორად დასახელებული ბაჩუ ახალაია ხელისუფლების დამხობის მცდელობას დღეს როგორც მოისმინეთ სრულად გაემიჯნა და თქვა რომ პროცესებს სახლიდან აკვირდება. ბაჩუ ახალაია როგორც აღნიშნე 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში არის დაბარებული კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში. დღესვე ბაჩუ ახალაიასგან აიღებენ ხმის ნიმუშს, რითაც უნდა დადგინდეს ავთენტიკურია თუ არა ის ჩანაწერი, სადაც ბაჩუ ახალაია და პაატა ბურჭულაძე მსხვერპლზე, სისხლზე და ქუჩაში პროცესების არევაზე საუბრობენ. ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, ბაჩუ ახალაია დღეს საგამოძიებო უწყებაში ადვოკატის გარეშე მოვიდა, თუმცა როგორც ჩანს, ბოლომდე ადვოკატის გარეშე მაინც ვერ გაძლო. ბოლო 3 საათია მისი გამოკითხვა უკვე ადვოკატთან ერთად მიმდინარეობს. მადლობა ნინო, ეს ნინო არღლიანი იყო და ბაჩუ